ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევაში პოლიციის გამოძახების ვალდებულება გაუქმდა. ბრძანება 11 აგვისტოთი თარიღდება და ის ძალაში უკვე შევიდა. ცვლილებები არ ვრცელდება ისეთ შემთხვევებზე, როცა ზედოზირებასთან ერთად სხვა ტრავმები, მოწამლვა ან გარდაცვალება ფიქსირდება. მხოლოდ და მხოლოდ თუ სახეზე იქნებოდა ნარკოტიკული ზედოზირების შემთხვევა, პოლიციაზე გადაცემას არ დაქვემდებარებოდა ასეთი შემთხვევა და შესაბამისად როგორც ბარიერი მიმართვიანობისა, როგორც ასე ვთქვათ შიშის სინდრომი იმისა, რომ სამართალდარღვევა დაფიქსირდეს და ამისთვის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს ადამიანმა ან საკუთარი ოჯახის წევრის ან მეგობრის ან თანხლები პირის მოხსნილიყო. ზედოზირების შემთხვევის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის თქმით, 2013 წელს მათ მსგავსი 420 გამოძახება მიიღეს. Აქ ახლა შარშანდელი 8 თვის მონაცემები და წლევანდელი 8 თვის მონაცემები საკმაოდ მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება. შარშან 327 შემთხვევა იყო ფსიქოტროპული ნივთიერებებითა და ნარკოტიკული ნივთიერებებით ზემოქმედების შედეგად გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების შემთხვევების ხრივ, ხოლო წელს უკვე არის ანალოგიურ პერიოდში 154 შემთხვევა. არ არსებობს არც ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილის შემთხვევების სტატისტიკა. საქართველოში ნარკოვითარების 2012 წლის ანგარიშის მიხედვით 2011 წელს ამ მიზეზით 15 ადამიანი გარდაიცვალა, 2009 წელს 19, 2008-ში 28, 2007-ში კი 39. კვლევის ერთ-ერთი ავტორის არასამთავრობო ორგანიზაცია ალტერნატივა ჯორჯიას დირექტორის დავით ოთიაშვილის თქმით, მსგავს შემთხვევებში სამედიცინო დახმარებისგან თავის შეკავების მიზეზი სწორედ პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემისა და დაკავების შიში იყო. წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციები ძალიან აქტიურად მუშაობდნენ მთავრობასთან და ცდილობდნენ, რომ ამდაგვარი ცვლილებები შესულიყო კანონმდებლობაში და ეს ბარიერი მოხსნილიყო. დღეს ძალიან მიხარია, რომ ეს მომენტი დადგა. დაგვიანებულიც კი არის, ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი სიცოცხლის გადაჩენა იქნებოდა შესაძლებელი ეს ცვლილება ადრე რომ შესულიყო კანონმდებლობაში. ცვლილებებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად იუსტიციის, სასჯელ აღსრულებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები მუშაობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორის სოფუ კილაძის თქმით, მინისტრის მითითების საფუძველზე ზედოზირების შემთხვევებზე ზომების მიღება ისედაც არ ხდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებობს მითითება მინისტრის, ანუ იურიდიული საფუძველი იმისათვის, რათა არ მოხდეს ასე ვთქვათ, არც სამართლებრივი და არც ადმინისტრაციული წესით ძებნა ზედოზირების ყოფილების ეს. ანუ ფაქტობრივად ეს პრაქტიკაში უკვე ესეც ხდებოდა. უბრალოდ ეხლა დაბრუნდა ეს იურიდიულად, ეს იყო ესე რომ ვთქვათ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომ შეეტყობინებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ეს უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივა, ის მოახდენს ამაზე რეაგირება თუ არა. ახალ ვექტორში, რომელიც ყველაზე დიდი სათემო ორგანიზაციაა და 700-ზე მეტი ბენეფიციარი ყავს, შინაგან საქმეთა მინისტრის შიდა რეგულაციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. კონსტანტინე ლაბარტყავას თქმით, მათ მიერ გამოკითხულთა 48%-მა ზედოზირების შემთხვევების დროს სამედიცინო დახმარების არ გაწევის მიზეზად პოლიციისგან თავის არიდება დაასახელა. არ ვიცი ამასთან დაკავშირებით თუ არსებობდა ზეპირის შეთანხმება მაინც ჩვენ ყოველ შემთხვევაში დაკავშირებით არ ვიყავით ინფორმირებული შესაბამისად ჩვენს მიერ არ ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ზედოზირებისას მიემართათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისთვის ზედოზირებაში მყოფ ადამიანებს და მათ თანხლებ პირებს ემუქრებოდათ სასჯელი 7-დან 14 წლამდე და 8-დან 20 წლამდე შესაბამისად მიმართვიანობა დაბალი იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართ. ნარკოტიკის მომხმარებლები ზედოზირების მკურნალობის საფასურს არ გადაიხდიან. მსგავსი შემთხვევები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ფინანსდება.